საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა 3 თვეზე მეტია არ დაფიქსირებულა. პლატფორმაზე ბოლო გარიგება გასული წლის 12 ნოემბერს შედგა. ენერგობირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის 1 ივლისიდან მოყოლებული ძირითადად სპონტანური ხასიათი ჰქონდა, რატომ პასიურობენ კომპანიები და რა მიზეზით არ აქვთ გენერაციის ობიექტებს ბირჟაზე ვაჭრობის мотивация დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ქრისტინე, მოგესალმებით. Თათია, გამარჯობა. ბირჟის გახსნიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე გარიგება რამდენჯერმე დაიდო, თუმცა აქტივობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაბალი იყო. 1 ივლისიდან დღემდე ენერგეტიკულ ბირჟაზე მთლიანობაში 17.5 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გაიყიდა, საშუალო შეწონილი ფასი კი 13.5 თეთრი იყო. ბირჟაზე ამ დროისთვის 21 კომპანიაა წარმოდგენილი და როგორც აღინიშნა, ბირჟაზე ბოლო ვაჭრობა გასული წლის 12 ნოემბერს დაფიქსირდა. მას შემდეგ გარიგება არ შემდგარა, როგორც ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობა არ ხდებოდა, ამ 3 თვის განმავლობაში განცხადებები ყიდვის მხარეს ფიქსირდებოდა. ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ყიდვის სურვილი მყიდველების მხარეს არსებობს, ისინი მზად არიან შეიძინონ ელექტროენერგია და მასში გადაიხადონ დაახლოებით 15 თეთრი, თუმცა ამის საპირწონედ ბაზარზე არ არიან გამყიდველები, ვისაც თავისუფალი ელექტროენერგია აქვთ. მისივე შეფასებით ბაზრის არსებული მოწყობის პირობებში გენერაციის ობიექტებს мотивация არ აქვთ ბირჟაზე ივაჭრონ, რადგან მათთვის გაცილებით უფრო მოსახერხებელია ელექტროენერგია პირდაპირი კონტრაქტების გზით გაყიდონ. პირდაპირი კონტრაქტები მათთვის ამ ეტაპზე არის უფრო მოქნილი. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ბირჟაზე შეიძლება შეიქმნეს ორივე მხარისთვის უკეთესი პირობების მიღების შესაძლებლობა, თუმცა ეს არის დაკავშირებული გარკვეულ რისკებთან, ხედავთ, რომ მონაწილეები ამ რისკის გასაწევად მზად არ არიან. რამ შეიძლება გაზარდოს აქტიურობა, ეს რა თქმა უნდა არის სრულად ამოქმედება იმ ბაზრის ახალი მოდელის, სადაც უკვე მონაწილეებს ექნებათ მათი პოზიციების დაბალანსების საჭიროება და სწორედ ამ მიზნობრიობით ბირჟაზე ვაჭრობა უკვე გახდება მათთვის, ასე ვთქვათ, აუცილებლობა ხარჯების მინიმიზაციის მიზნით. ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ სანამ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა ყველასთვის სავალდებულო არ გახდება, მისი გააქტიურება საკმაოდ რთული წარმოსადგენია. შესაბამისად, სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი ნებაყოფლობითი ვაჭრობიდან სავალდებულო ვაჭრობაზე გადასვლის პრინციპს ემხრობა, თუმცა თავად ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი ამაში გამოსავალს ვერ ხედავს. ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებას სფეროშენადნობების სექტორის წარმომადგენლებიც აპირებდნენ, თუმცა როგორც ასოციაციაში აცხადებენ, სექტორში არსებული რთული ვითარების ფონზე ამ ეტაპზე მათთვის ბირჟაზე ვაჭრობა სარფიანი არ არის. ამასთან სატესტო რეჟიმმა აჩვენა ისიც, რომ მეტალურგიის სექტორის საწარმოებისთვის წინასწარ საათობრივ რეჟიმში ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზირება ძალიან რთულია. დარგში ნეგატიურად ნამდვილად არ უყურებთ ენერგობირჟას. პირიქით ეს ყველა ქვეყანაში ეს პრაქტიკა არის მიღებული. პირველ ეტაპზე რასაკვირველად სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცა ვაჭრობის დროს ფასი ხშირ შემთხვევაში გაცილებით დაბალია და კიდევ უფრო შეგვიწყობდა ხელს ვთქვათ დაბალფასიანი ელექტროენერგია წარმოებაში. ვნახოთ თუ ყველაფერი წავიდა დადებითი სცენარით, ჩვენც ბირჟაზე დავიწყოთ ვაჭრობას. მე ვფიქრობ, რომ სანამ სავალდებულო არ გახდება ეს პროცესი ყველასთვის, ბირჟა მანამდე ვერ იმუშავებს და არ იმუშავებს. ნებაყოფლობითი მონაწილეობა გულისხმობს იმას, რომ თუ სარგებელს იღებს ბიზნესი, მაშინ მონაწილეობს. თუ სარგებელს არ იღებს ბიზნესი, მაშინ არ მონაწილეობს. აქედან გამომდინარე, როგორც ხედავთ, არ იყო სარგებლის მომტანი მონაწილეობა და იმიტომაც არ შეინიშნებოდა ეს აქტიურობა თვითონ ბირჟაზე. ამიტომაც ეს საკითხი თითქოს გვერდით არის გადადებული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ეს რეფორმა გასატარებელი გვაქვს და ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედეს და ასე ვთქვათ, სრული მასშტაბით შეძლოს ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, თუ სავალდებულო კომპონენტის შემოვა და გარკვეული მონაწილეებს ექნებათ ვალდებულება გაყიდონ ბირჟაზე, ეს უკვე мотивация აღარ არის, ეს ექნება მათი ვალდებულება და რა თქმა უნდა, ამ ენერგიის ვაჭრობა მოხდება.
თუმცა мотиваციის ნაწილს თუ შევხედავთ, мотиваციის ნაწილში უფრო საჭირო არის ბაზრის მომდევნო ეტაპების განვითარება, რაც შექმნის ბირჟაზე ვაჭრობის საჭიროებას და არა ვალდებულებას. ეხანდელ კონცეფციაში იცით, რომ განსაზღვრულია გარკვეული ტიპის მონაწილეებისთვის ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება, თუმცა აქაც უნდა აღნიშნოს, რომ ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება არ ყოფილა მიზანი, როდესაც განისაზღვრა კანონმდებლობაში ეს ჩანაწერი. ეს იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც სრულდებოდა ის მიზნები, რაც იყო იმ პერიოდში პოლიტიკის გამსაზღვრელის მიერ დადგენილი. მე შეგახსენებთ, რომ 6 ჯერ გადავადების შემდეგ გასული წლის 1 ივლისს საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან კი ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. მადლობა ქრისტინა, ენერგეტიკული ბირჟის საქმიანობის დეტალებით ქრისტინა გამთენაძე საუბრობდა ჩვენს ეთერში.